საწოლი შევავსეთ, ახლა კი მივემართებით წალკის წყალსაცავის მიმართულებით. ჩვენი დღევანდელი დღის მიზანი იქნება, რომ დავიჭიროთ ქორჭილა და შემდგომში წალკის წყალსაცავის ლამაზ ხედებზე მოვამზადოთ იგი. ჩამოვედით წალკის წყალსაცავზე. ტრადიციულად ჯერ მოვამზადებთ ყავას, მივირთმევთ და შემდგომში შევუდგებით ებზაობას. სანამ ჩვენი გემრიელი ყავა მომზადდება, მინდა ჩემი ძირითადი აღჭურვილობა გაგაცნოთ. პირველი თქვენი მონამორჩილი Wildy, ორი ანკესის სპინინგები, Crazy Fish-ის Perfect Jig და არიონი, მადლობა ლევან და არმსანი ფენომა. ეს არის და ეს. პატარა იაღლიში მოგვივიდა. და ყავა გადმოგვივიდა და გვექცა, მაგრამ მე გარავფერებ. ცოტა მეტი უნდა ყოფილიყო. ცოტა. დღეს ვითევზავებთ Perfect Jig-ით, ჩემი ჯილა ჯოხით. მონტაჟი გვექნება ძალიან მარტივი, ფლუოროკარბონი, ეგრეთ წოდებული ჩებურაშკა, 5 გრამიანი სატყუარა და სუპერკონტინენტის ტანტა. პირველი გადაგდება ლოხნესის მონსტრი. დღის პირველი საათია, 10 თევზი დავიჭირეთ, პროგრამა მინიმუმი შესრულებულია. ახლა გადავინაცვლებთ წალკის წყალსაცავის მეორე მხარეს ტყის მასივისკენ, სადაც ჩვენ დაჭერილ თევზს მოვამზადებთ. გადმოვინაცვლეთ წალკის წყალსაცავის მეორე მხარეს ტყის მასივისკენ და ჩვენს დაჭერილ ქორჭილას მოვამზადებთ. სამწუხაროდ ჩემმა მაგიდან ვერ მოასწრო ჩამოსვლა და დისკის დახმარება დაგვჭირდა. ეს ყველაზე მარტივი მეთოდი ქორჭილის გარჩევის. ჩაჭრით ფარფლთან. შემდგომში თითით ააშრევებთ, რომ ამოიღოთ ფილე. აშკარად პატარა და ნაუკეთ გაართმევს თავს. ზოგადად უმჯობესია, როდესაც ქორჭილას სანამ გაატყავებთ, ჯერ გაკინოთ რამდენიმე საათი, შეაგდოთ საყინულეში, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით არ მაქვს ფრიზერი
როდესაც მექნება შემდგომში აუცილებლად გამოვიყენებ ხოლმე. დავასრულეთ თევზის დამუშავება. გადავინახოთ ბოსტნეულზე. მოიღრუბლა საკმაოდ. იმედი არ იწვიმებს. იმედი ხელს არ გავიჭრი ახლა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ლამაზად მინდა რომ დავჭრაო. რათა რეალურად cooking skill-ები არ მაქვს, ანუ cooking skill-ები მაქვს, მაგრამ ამდენი ხალხი რა თმინდა, მაგრამ ნუ აიღო. ოჯახი რამეა. ეს ძალიან მარტივი კერძი გვექნება. შემწვარი თევზი და მოწალული ბოსტნეული. აგვიცივდა საკმაოდ როგორ უცბად იცვლება ამინდები. ჩემი ყოფილის ხასიათივით. ასე თუ ისე მიზანპლასი შესრულებული გვაქვს. მოკლედ მოვთუშავთ ბულგარულ დედაკას, ხავხს და ნიორს. გვაქვს აგრეთვე ბადრიჯანი და ყაბაყი, რომელიც მინდა რომ ფოლგაში კოცონთან ჩავაგდო და შემდგომში შევურიო. და გარდა ამისა, გვექნება ორნაირი თევზი, ერთი რომელიც დავიჭირეთ და ეხლა ხანს გავარჩიეთ და პლუს ამას აგვისტოში ალაზანზე დაჭერილი შამაია, რომელიც გაყინულ მდგომარეობაში მქონდა და წამოვიღე, ის უკვე დამუშავებულია. ასე რომ ერთადერთი რაც ეხლა დაგვრჩა ეს იქნება ანთება კოცონის. მაქვს არ ვიცი ქართული შესატყვისი თუ მეტყვით გამიხარდება flamethrower, ანუ ფარსუნკა. აი ეს რაღაცეები არ ვიცი რა, ეს რაღაცა ფენსი რაღაც. ვისწავლი პირობას გაძლევთ ახლა ღბერთო მაღალო. ქვილი ნიარი და ქვილი არილი ბევრია არაწყეს და პილპილი. Few moments later. 1 minute later. 1 hour later. 1 eternity later.
და ისიც პარახოლკა. Air fryer-ის ქაღალდია. ჩააფენ და 100%-იანად იცი რომ არ მიიკრავს. ეს ის მომენტია რომ უნდა დამეძახარო რომელ ხელზე დაგაჯვი რომელზე, მაგრამ არ ვიცით ვინ იყო ასე შემდეგ და აშკარად ასე უკეთესი იქნება. იმიტომ რომ ხოძლიერი ცეცხლი აქეთ გვჭირდება. ჩამოდი, შედედა მოტყუში. ბევრი არ ჩაყრილა. გადავრჩი იქით დაიყარა. ეს არის ჩვენი ალაზნის შამაია, ბარემ დავყაროთ ჯობია. მე მგონი დროა რომ ნელ-ნელა ვისადილოთ, თუ ვივახშმოთ, თუ რაც არის და მერე დავიძრათ თბილისისკენ. რა თქმა უნდა, აუცილებლად აქაურობა მოსუფთავდება, სხვის ინარჩენებიც კი რომელიც მაგალითად ასე შემდეგ არის, უნდა ავკრიფოთ, წავიღოთ, გთხოვთ მეგობრებო. ძალიან დიდი თხოვნა მექნება რომ არ დაანაგვიანოთ და სადაც მოხვდებით, თქვენს გარშემო ადგილი დაასუფთავეთ. მოვამზადეთ ჩვენი დაჭერილი ქორჭილები, პატარები, საყვარლები. აგრეთვე ალაზნის შამაია, ვეჯი და ძალიან მაინტერესებს როგორია. მე მგონი ძალიან ცუდი რაღაც გამოვა. ნახოთ. საწყალი ბადრიჯანი ღმერთო ჩემო. ეს იჭმევა ნეტა? როგორ მაინტერესებს თუ იჭმევა. აბაყი. კარტოფილო, შენი იმედი მაქვს. კარტოფილი კარგად გამოიყურება ძალიან. ეხლა დაიწყება ღორივით ჭამა. საიდან დავიწყოთ? არ ვიცი. ჩვენ დღეს დაჭერილი ქორჭილიდან დავიწყოთ. რა ვიცი, მე მგონი ძალიან მაგარი კერძები გამოგვივიდა.
ყველაზე მეტად მე მაინტერესებს ბადრიჯანი როგორია. თუ იჭმევა. ბადრიჯანი არ მომწონა. აქეთ მხარის მომზადება აკლია. მარილი გვაკლია ცოტა. შენობაში კარგია. ყველაფერი მევიკელი და ეს მაინც შემძელი. არ ჩავიცი, არ დავიხურე და მაინც სამევედი წალკაში. ესე იგი ყოლად ტყერი და დამაწყევარი ბიჭო. აგერ საჭმელი მშიოდა და თევზის ფული რო არ მქონდა წამევედი წალკაში დავიჭირე რაღაც. იგი ალაზანზე მყავდა დაწერილი იქაც კარტოფილი რაღაც კოცონი ამანთე აბა გაზის ფული სად არის? დანაჩანგალი არ მქონდა და ნახე რაღაცა ვიპოვე სახლში. ჩემი არხის ძირითადი მიმართულება იქნება ქალაქგარი აქტივობები. გავერთობთ, მოვამზადებთ საკვებს, ვინადირებთ, ვითევზავებთ, ვისრიალებთ. ზამთრის განმავლობაში აის ფიშინგი გვინდა ვცადოთ, ზამთრის კემპინგები და ასე შემდგომ. გამიხარდება თუ შემომიერთდებით. იმაზე ბევრად მაგარი დღე გამოვიდა, ვიდრე ჩემს წარმოსახვაში იყო, ვიდრე ვიფიქრებდი რომ იქნებოდა და გარდა ამისა, ერთადერთი ცუდი და უარყოფითი მომენტი მაქვს ახლა, რომ ესეთი მაგარი დღე მთავრდება. ვეცდები მაქსიმალურად, რომ ხშირად რაც შეიძლება მალმალე გავაკეთო მსგავსი გასვლები. დღევანდელი ჩემი ვიდეო დასასრულს მივუახლოვდა. ავვარგდი, წვიმაც დაიწყო. ძალიან მაგარი დღე გამოვიდა. იმედი მაქვს კიდე ძალიან ბევრ ესეთ მაგარ დღეს მოვაწყობ. მარტო მეგობრებთან ერთად და თქვენთან ერთადაც. აბადრავებით.